კრემლის პრინციპული გადაწყვეტილება მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების შესახებ უკვე მიღებულია და ის განხორციელდება სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, სექტემბერში. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურულევმა, რომელიც ადრე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი იყო, ოფიციალურად განაცხადა, რომ შემოდგომაზე რუსეთში ახალი მობილიზაცია გამოცხადდება. უკრაინის ფრონტზე მძიმე მდგომარეობის, ზამთარ გაზაფხულის შეტევის ჩავარდნისა და დიდი დანაკარგების გამო. ამავე დროს რიგი ევროპელი ოფიციალურ პირები მიიჩნევენ, რომ კრემლი უახლოეს თვეებში მართლაც შეიძლება იძულებული გახდეს მეორე იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადოს, თუ უკრაინის ფრონტზე მაღალი დანაკარგების შენარჩუნდება. ამასთანავე ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ რუსეთი უკვე მეორე თვეა ზედიზედ კარგავს კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე. თუ აპრილში ადრე დაკავებული ტერიტორიების წმიდა დანაკარგი 116 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მაისის შედეგებით ეს მარჩენებელი 291 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. ესე იგი, ტენდენცია რუსეთისთვის უბრალოდ შემაძრწუნებელია. ამიტომ ვლადიმირ პუტინი ჩქარობს, ან სარაკეტო დარტყმებით აიძულოს უკრაინა კაპიტულაციას, ან გამოაცხადოს მობილიზაცია, მაგრამ უკვე სექტემბრის არჩევნების შემდეგ. მოკლედ, მოდით გავარკვიოთ. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თქოთ გამოიწეროთ არხი. ამ არხზე დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოსკოვში ოფიციალურად აღიარეს, რომ შემოდგომაზე რუსეთში გამოცხადდება ახალი მობილიზაცია უკრაინის ფრონტზე მძიმე მდგომარეობის, ზამთარ გაზაფხულის შეტევის ჩავარდნისა და დიდი დანაკარგების გამო. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურულევმა, რომელიც ადრე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი იყო. შემდეგ მოვიყვან მის ციტატას მისი Telegram არხიდან. ეხლა კულუარებში და მაღალ კაბინეტებში აქტიურად დაიწყო საუბრები ახალი მასშტაბური მობილიზაციის აუცილებლობაზე. უფრო მეტიც, მცოდნე ადამიანები ამბობენ, რომ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მობილიზაცია შემოდგომაზე იქნება. გურულევის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება თუმცა გარღვევას არ გამოიწვევს, თუ უპილოტო აპარატების პრობლემა არ მოგვარდება. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ქვეითებს მისადგომებთან აადგურებენ, შტურმულ ჯგუფებს თავების აწევის საშუალებას არ აძლევენ და ფაქტობრივად თავიანთი ძალებით, როგორც წინახას, ისე ახლო ზურგს ფარავენ. და როგორც ის ამბობს, რუსეთს უბრალოდ სხვერპლის რაოდენობა მრავალჯერ გაეზრდება. გურულევი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყირიმში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბენზინის დეფიციტია და დრონების თავდასხმები ხდება იმ გზაზე, რომელსაც რუსები ნოვოროსიას უწოდებენ და რომელიც ნახევარ კუნძულს სახმელეთო გზით ამარაგებს. შემდეგ კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან ამ გურულევისგან. მოწინააღმდეგე თავხედურად მოქმედებს, ცდილობს ნახევარ კუნძულის ყირიმისა და ჩვენი სამხრეთის დაჯგუფებების საწვავით მომარაგების გზების გადაკეტოს. ფრონტზე წინსვლა ფაქტობრივად შეჩერდა. ხოლო სპეციალური სამხედრო ოპერაცია საბოლოოდ გადაიქცა უმძიმეს პოზიციურ ჩიხად, რომელიც ამოწურვის წინამორბედია, თუ ინიციატივას დროულად არ გადავიბარებთ. საკმარისია ილუზიებით ცხოვრება, რომ აეხლა გავარღოთ. ეს არ მოხდება, სანამ მიდგომას რადიკალურად არ შევცვლით. აუცილებელია მართვის გადახალისება და რაც თავარია, მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი მათ, ვინც ნოვოროსიის გზის უსაფრთხოება ჩააგდო, რომ სხვებს აზრადაც არ მოუვიდეთ ასეთ საკითხებში გულგრილობა. აქვე აღნიშნავ, რომ ადრე რუსეთის შესაძლო ახალ მობილიზაციაზე წერდა ლონდონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი. ანგარიში სახელწოდებით რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკის მოახლოებული კრიზისი, ინსტიტუტი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებების დაფინანსებისა და უკრაინაში მებრძოლი დაჯგუფების შევსების ამჟამინდელი შესაძლებლობები ამოწურვასთან ახლოსაა და კრემლი დგას ფუნდამენტური არჩევანის წინაშე. ან შეამციროს სამხედრო ამბიციები, ან კვეთრად გაზარდოს თავისი მოთხოვნები ეკონომიკისა და რუსეთის საზოგადოების მიმართ. ინსტიტუტის აზრით, მეორე სცენარი შეიძლება მოიცავდეს ახალ მობილიზაციას, საზღვრების სრულად დახურვას, შრომის თავისუფლების შეზღუდვას, ადამიანების დირექტიულად გაგზავნას თავდაცვით საწარმოებში და გადასვლას სრულად მილიტარიზებულ ეკონომიკაზე, რომელიც დააკავშირებს სახელმწიფო საკუთრებასა და სახელმწიფო კონტროლს ფასებზე. მეც კი ვფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ გურულევი მართალია. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რუსეთი უკვე მეორე თვეა ზედიზედ კარგავს კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე. ანუ უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს, ვიდრე იპყრობს. და ტენდენცია რუსებისთვის უბრალოდ კატასტროფულია.
თუ აპრილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების წმინდა დანაკარგი 116 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, მაისის ბოლოს ეს მაჩვენებელი 291 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. კიდევ ერთხელ აპრილში მათ დაკარგეს 116, მაისში კი 291. თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება და ტენდენციასია შენარჩუნდება, თქვენ თავად დაითვლით, რამდენის დაკარგვა შეუძლიათ ივნისში. ან უკრაინულმა ძალებმა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად შეაჩერეს რუსების გაზაფხულ ზაფხულის შეტევა. 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე. ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში მხოლოდ 40 კვადრატული კილომეტრის წაიწიეს წინ, მაშინ როცა 2024-2025 წლების ანალოგიურ პერიოდში მათი წინსვლის ტემპი 500 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ამგვარად 2026 წელს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ან შეაღწიეს მხოლოდ იმ ტერიტორიის თითქმის 8%-ზე, რაც მათ 2025 წელს ჰქონდათ დაკავებული. რუსული ჯარების ნელი წინსვლა დაკავშირებულია ბრძოლის ველზე არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო კონტრშეტევებთან, გაძლიერებულ უკრაინულ საშუალო მანძილზე დარტყმებთან და ტერმინალების ბლოკირებასთან. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის ტერმინალების ბლოკირება და კრემლის მიერ ფრონტზე ტელეგრამის მუშაობით შეზღუდვა. რუსეთის კონტროლქვეშ ყოფი ტერიტორიის შემცირება პირველად ფიქსირდება 2023 წლიდან, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს. ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა თითქმის ყველა ის მიწა დაკარგეს, რომელიც წლის დასაწყისიდან დაიკავეს. მაგრამ როგორც ჩანს, დეპუტატი გურულიოვი წამოსწდა. იმიტომ რომ შემდეგ ეს გურულიოვი როგორც ჩანს გამოფხიზლდა. როგორც ნებისმიერი რუსი, რომელიც იცი, უბრალოდ ყოველ დღეს სვამს არახს. ეხლა კი რუსები გამოიქცევიან კომენტარებში დასაწერად, რა სტერეოტიპებია ჩვენ არ სვამთ არახს. თქვენ სვამთ არახს. დადიხართ ვაპტებით და უბრალოდ ველური, გაველურებული არსებები ხართ. მოკლედ, ბოდიში გადაუხვიეთ თემას. გურულიოვმა ტელეგრამში ანგარიშის გატეხვით ახსნა ის პოსტი, სადაც საუბარია უმძიმეს ჩიხზე უკრაინის ფრონტზე და მოსავალდნელ მობილიზაციაზე. რუსების მობილიზაციაზე შემოდგომაზე. საკუთარ ახში, უკვე მესენჯერში, მაგს დეპუტატმა გურულიოვმა დაწერა, რომ ტექსტები მის ტელეგრამ ანგარიშზე ვრცელდება მტრების მიერ და მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ანუ, ის არ ამბობს, რომ ეს არ დაუწერია. ის ამბობს, რომ მოусმინეთ, აი ეს პოსტი ტელეგრამში, ეს მე გამიტეხეს. ეხლა მოკლედ ყველა ავრცელებს ამ პოსტს და ყველა ამბობს, აი გურულიოვმა ასეთი რამ განაცხადა. და ამ სიტუაციაში რიგი ევროპელი ოფიციალური პირებიც ფიქრობენ, რომ კრემლი უახლოეს თვეებში შეიძლება იძულებული გახდეს მეორე იძულებითი მობილიზაცია ჩაატაროს, თუ უკრაინის ფრონტზე მაღალი დანაკარგები შენარჩუნდება. და ისინი შენარჩუნდება. Washington Post-ის თანამოსაუბრეების თქმით, ევროპაში შესაძლო მობილიზაციის ვადად მიიჩნევენ პერიოდს, რომელიც სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყება. თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. სხვა ევროპელი ოფიციალური პირებიც მიიჩნევენ, რომ კრემლი უფრო სამხედრო კამპანიას შეაჩერებს, ვიდრე პოლიტიკურად რისკიან ნაბიჯს გადადგამს. ეხლა კი მოვიყვანთ ციტატას Washington Post-იდან. 2022 წლის მობილიზაციამ ვლადიმირ პუტინის რეიტინგები და ომის მხარდაჭერა საზოგადოებაში შეამცირა. ასევე გამოიწვია ასობით ათასი რუსის გაქცევა საზღვარგარეთ. რუსეთს შეიძლება დასჭირდეს პაუზა, რადგან ომის ამ ფორმით გაგრძელება შეუძლებელი ხდება. კრემლი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას. ან შეამციროს სამხედრო ამბიციები, ან საზოგადოებასა და ეკონომიკაზე მოთხოვნები რადიკალურად გაზარდოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი ვეღარ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელზეც ასე ოცნებობდნენ ეს გაველურებული დაუბანელი რუსები. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.